მე მინდოდა რომ ამ 1 წუთის განმავლობაში მელაპარაკა იმაზე, რომ ბოლო რამდენიმე წელია საქართველოში გადაწყვიტეს, რომ LGBT ადამიანებს არ აქვთ უფლება საჯაროდ და ხმამაღლა ილაპარაკონ იმ პრობლემებზე ან ძალადობაზე, რომელსაც ისინი ყოველდღიურად განიცდიან. ლოგიკა ესეთი არის, რომ შენ შეგიძლია გააკეთო ყველაფერი, რაც გინდა საკუთარ ოთახში, თუმცა ამაზე საჯაროდ არ უნდა ილაპარაკო. პრობლემა, რაც ამ ლოგიკას აქვს, ის არის, რომ არავინ არ იბადება და არავინ არ იზრდება საკუთარ ოთახში. ჩვენ ადამიანები რომ ვიბადებით, ჩვენ გვჭირდება რომ ყავდეს ოჯახი, რომელსაც უყვარვართ, გვჭირდება რომ ყავდეს მეგობრები, გვჭირდება რომ ვიპოვოთ სამსახური, სადაც დაგვაფასებენ და მიგვიღებენ. ზუსტად იმის გამო, რომ სხვადასხვა სექსუალობის მქონე ადამიანების არსებობაც კი არ არის გაცნობიერებული, ამ ადამიანების იდენტობის ერთი ნაწილი ყოველთვის უნდა იყოს დამალული და თუ გამჟღავნდება, ის აუცილებლად გახდება ძალადობის მსხვერპლი. ამიტომ გონია რომ ის რომ საჯაროდ საკუთარ პრობლემებზე და ტკივილზე ლაპარაკი პროპაგანდაა, რაც ცალსახად აღქმულია როგორც ცუდი რამ, ძალიან არასწორი ლოგიკაა.